ბავშვს, რომელიც დაბადებიდან ყრუ იყოს მენა, ერთი ინექციით სრულად აღუდგინეს. როდესაც დავინახეთ, რომ მანტაშის ხმაზე თავი შემოაბრუნა, ეს იყო უბრალოდ გამაოგნებელი, რომ ამ მეთოდმა იმუშავა. პატარა ოპალი გენეტიკური მუტაციით დაიბადა, რის გამოც მისი შიდა ყურის უჯრედები ვერ ახერხებდნენ სმენის ნერვთან სიგნალების გადაცემას და კავშირის დამყარებას. პროცედურა სულ 16 წუთი დასჭირდა. პაციენტის ყურში შეიყვანეს სპეციალური ხსნარი, რომელიც დაზიანებული გენის ფუნქციურ, სრულიად ჯანსაღ ასლს შეიცავდა. გენეტიკური მასალის უჯრედში შესაყვანად მეცნიერებმა მოიყენეს დასუსტებული სრულიად უსაფრთხო ადენოვირუსი. ვირუსების ბუნება და დანიშნულება სწორედ ის არის, რომ მათ საკუთარი გენეტიკური მასალა უჯრედებში შეიყვანონ. შესაბამისად, ამ დასუსტებული ადენოვირუსის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გენეტიკური ინფორმაციის მცირე პაკეტი შევიყვანოთ უჯრედებში, რაც ჩვენი ვარაუდით მთელი ცხოვრების მანძილზე მყარ ცვლილებას გამოიწვევს. პაციენტს მენა პროცედურიდან რამდენიმე კვირაში აღუდგა და დღეს ოპალს უკვე ყოველგვარი დამხმარე აპარატის გარეშე ესმის. ექიმებმა მოგოსმენინეს ის ბგერები, რომლებზეც ოპალი რეაგირებდა და რეალურად შოკირებულები დავრჩით იმით, თუ რამდენად დაბალი და ჩუმი ხმების გაგონება შეეძლო მას. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ უსაფრთხო ვირუსების მეშვეობით გენების მოდიფიცირების ეს წარმატებული პრეცედენტი ეფექტურია რაღაც იქცევა სხვა მრავალი გენეტიკური დაავადების დასამარცხებლადაც. ოსმოსის კვლევის ისტორიაში უდიდესმა ციფრულმა კამერამ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. ჩილეს მთის მწვერვალზე განთავსებული ვერა რუბინის ობსერვატორიის ტელესკოპი მაღალი სიზუსტის ციფრული ფოტოგრაფიისა და ასტრონომიის სინთეზია. კამერა ყოველღამე ასობით მაღალი გარჩევადობის კადრს გადაიღებს. ტელესკოპის მიერ მიღებული მონაცემები მიზნად ისახავს ბნელი მატერიისა და სამყაროს გაფართოებაზე პასუხისმგებელი ბნელი ენერგიის ბუნების შესწავლას. მიღებული გამოსახულებების ანალიზი მეცნიერებს დაეხმარება იმის დადგენაში, თუ როგორ ფორმირდებოდნენ, ჯგუფდებოდნენ და იცვლებოდნენ გალაქტიკები მილიარდობით წლის განმავლობაში. ობსერვატორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია მზის სისტემის კიდეზე ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის აღმოჩენაა, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით პლუტონის მიღმა კოიპერის სარტყელში იმალება. არსებობს საფუძვლიანი მიზეზი ვირწმუნოთ, რომ პლუტონის მიღმა შესაძლოა არსებობდეს მეცხრე პლანეტა, რომელიც ადრე მზის სისტემის უფრო შიდა ნაწილში იმყოფებოდა, თუმცა მზის სისტემის განვითარების პროცესში გარეთ იქნა გამოდევნილი. თუ მეცხრე პლანეტა არსებობს, ის სადღაც იქ კოიპერის სარტყელშია და რუბინის ტელესკოპი შეძლებს მის დანახვას. ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება. დახლას ოაზისში არქეოლოგებმა ქვიშიდან მე-4 საუკუნის ქალაქი ამოთხარეს. ეგვიპტეში ბიზანტიის მმართველობის დროს აქტიური ცხოვრება დუხდა. არქეოლოგებმა გამოავლინეს მკაფიოდ დაგეგმარებული ურბანული ქსელი, მთავარი და გადამკვეთი ქუჩებით, ღია მოედნებით, ცენტრში აღმართული ბაზილიკური ეკლესიითა და გარეუბნების დამცავი ორი საგუშაგო კოშკით. აღმოჩენილია პურის საცხობი ღუმელები, სამზარეულოები და ქვის საფქვავები. განსაკუთრებით საყურადღებოა 200-მდე თიხის ფირფიტის პოვნა, რომლებიც სავსეა ჩანაწერებით. ეს ისტორიული ზონა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ სიაში. მეორე შთამბეჭდავი აღმოჩენა ალექსანდრიიდან დასავლეთით 100 კილომეტრში გაკეთდა, სადაც ოდესღაც ბერძნულ რომაული საპორტო ქალაქი ლეუკასპისი მდებარეობდა. აქ 18 უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც არქეოლოგებს დახვდათ გრანიტის სარკოფაგი, სფინქსის ქანდაკების ნაშთები და თიხის ჭურჭელი. ზოგიერთი გარდაცვლილის პირში მოთავსებული იყო 4 ოქროს ფირფიტა. ეს რიტუალი ოქროს ენის სახელითაა ცნობილი და მიზნად ისახავდა, რომ მიცვალებულ საიქიოში საუბარი შესწლებოდა. სამხრეთ ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ წმინდა ელენეზე მცხოვრები სეიშელის გიგანტური კუ ჯონათანი ოფიციალურად აღიარეს გინესის მსოფლიო რეკორდების აიქონად. დაახლოებით 1822 წელს დაბადებული ჯონათანი 194 წლისაა, რაც მას ხმელეთის ყველაზე ხანდაზმულ ცოცხალ არსებად აქცევს. მისი სახეობის წარმომადგენელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 150 წელია, რაც ჯონათანის მიღწევას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ჯონათანი იმდენად დასაკოვანია, რომ მისი დაბადება წინ უსწრებდა არაერთ ისტორიულ მოვლენასა და არქიტექტურულ ნაგებობას, მათ შორის ვიქტორიანულ ეპოქას, ლონდონის თაუერის ხიდის მშენებლობას და პარიზის ეიფელის კოშკის აღმართვას. ჯონათანი იცნობს პრინც უილიამს, ინგლისის დედოფალ ელისაბედს კი იქამდე იცნობდა, სანამ ჯერ კიდევ პრინცესა იყო. წმინდა ელენაზე ჩამომსვლელმა ხალხმა ჩვეულებრივ ორი რამ იცის: კუ ჯონათანი და ნაპოლეონ ბონაპარტი.